მოგესალმებით, პატრიციული მაყურებლებო. დღეს ჩვენი ციკლის, ჩვენი სამყაროს მეათე გადაცემაა. ამ გადაცემაში მინდა ძალიან მნიშვნელოვან ერთ საკითხზე ვილაპარაკოთ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებაზე, რომელიც ჩვენი ისტორიაში განსაკუთრებული როლით გამოირჩევა. ეს არის ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ფაქტიურად საფუძველი დაუდო ჩვენს დღევანდელ ქვეყანას, იმ საქართველოს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ჩვენ ილია ჭავჭავაძეს წინა გადაცემებში შევხვდები ვართ ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ირიბად და არაერთხელ მოგვიშველიებია მისი აზრი წინა გადაცემებში, თუმცა ეხლა გადავწყვიტეთ, რომ სპეციალური გადაცემა გაგვიკეთებია მასთან დაკავშირებით, მის მოსაზრებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერს მოვასწრებთ, რომ ყველა საკითხზე ვილაპარაკოთ, რომ მთლიანად ამოვწუროთ ის თემა, რასაც ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ჰქვია, თავისი ფართო მოღვაწეობით ლამის ყველა მიმართულებით იმ დროის საქართველოში, მაგრამ რასაც მოვასწრებთ, რაც შეგვიძლია, იმაზე უნდა ვთქვათ და იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რაც მეტად შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სახელწოდება არის ილია და თანამედროვეობა. ალბათ ყველა მიცის, რომ ილია ჭავჭავაძის განუზომელი როლი არის შეუფასებელი, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ილია ჭავჭავაძის მსგავსი ფიგურა არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ სხვა ქვეყნების ისტორიაშიც არსებობდა. ზოგ ქვეყნებში თავიანთ ილია ჭავჭავაძეს უჯერებდნენ და შექმნეს წარმატებული ქვეყნები, ზოგ ქვეყნებში პირიქით კლავდნენ. მაგალითად, თუ ავიღებთ რომელიმე ნებისმიერ ქვეყანას, შეგვიძლია შედარებაც კი გავაკეთოთ ილია ჭავჭავაძესა და იმ ქვეყნის, ასე ვთქვათ, წარჩინებულ პიროვნებას შორის, რომელმაც ამ ქვეყნას საფუძველი დაუდო თავისი ნაზრებით და რაღაცას მიაღწიეს, რაღაცას კი არა, წარმატებას მიაღწიეს. ძალიან შორს რომ არ გამიქცეს სიტყვა, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენ სამწუხაროდ ილია ჭავჭავაძე მოვკალით. ილია ჭავჭავაძის მოკლას გულისხმობ არა იმას, როდესაც ავაზაკებმა მოკლეს 1907 წელს, არამედ მკვლელობას გულისხმობ იმ პერიოდს, როდესაც ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით აირჩია დამფუძნებელ კრებაში 18-21 წლის პარლამენტში ის ხალხი, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებული იყვნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან. შემდეგ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ვიცით, მთლიანად შეეცადა, რომ ფაქტიურად გაენადგურებინა ის ნაღების საზოგადოება, რომელმაც დოვლათის დაგროვება დაეწყო, ასე ვთქვათ, ისწავლა, როგორ უნდა ემუშავა, როგორ უნდა შეექმნა სიკეთე და როგორ უნდა წაეყვანა საერთო ჯამში ქვეყანა წინ და დღესაც ჩვენ კვლავ გვიჭირს იმის აღდგენა, იმის გამო, რომ აი ეს შუალედი მთლიანად ამოვარდა, გვიჭირს იმის აღდგენა, რაც დაიკარგა. მაგრამ საჭიროა, ჩვენ ილია ჭავჭავაძე უნდა წავიკითხოთ ყურადღებით, უნდა უკეთესად გავეცნოთ თუ რასლა ამბობდა ის და დღესაც კი ძალიან თანამედროვეა მისი ბევრი გამონათქვამი და მისი გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული და მდიდარი საზოგადოება. თუ ჩვენ ეს გვინდა, ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. თვალი უნდა გავახილოთ, გავიგოთ და მოვუსმინოთ. გულის ყურით მოვისმინოთ. თუ ჩვენ არ გვინდა, მაშინ შეგვიძლია ვიწუთუნოთ და ვიწუთუნოთ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ილია ჭავჭავაძის საკითხთან დაკავშირებით, ბევრი უმუშავია მას, არაერთხელ მქონია ადრეც შეხება და მისაუბრია. დღევანდელი სტუმარი არის ეკონომისტი შოთა ბეშაპიძე. მოგესალმებით, ბატონო შოთა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, ბატონო ნოდარ. ჩემთვის პატივი არის თქვენთან გამოსვლა. ჩვენ ადრეც არაერთხელ გვისაუბრია ილიაზე, ბევრი გვისაუბრია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ რამდენიც საუბრობდით, ჩვენ კიდევ უფრო სულ რაღაც ახალი სიღრმეები ჩნდებოდა ილიაში და ჩვენს დღევანდელობასთან დაკავშირებული რაღაც ღირებულებები, ფასეულობები, რაც ილიამ გვიანდერდა. ეხლა ორიოდე სიტყვით მაინც უნდა ვთქვათ, ვინ იყო ილია. ილია იყო იურისტი, ილია იყო ეკონომისტი,
ილიამ დააფუძნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სხვა დიდ მოღვაწეებთან ერთად. ილიამ დააფუძნა სხვა დიდ მოღვაწეებთან ერთად იმათი წამოწყებული საქმე მიიყვანა ბოლომდე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ედგა სათავეში და ეს ბანკი იყო საქართველოს ბიუჯეტის იმ პერიოდისთვის ყველა იმ პრობლემის გადაჭრის დამფინანსებელი, ასე ვიტყოდი მე. მაგას ჩვენ ახლა მე თქვენც და მეც საბჭოთა დროის ბავშვები ვართ. იმ დროშიც კი გვასწავლდნენ, რომ ილიამ ბანკი დააფუძნა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი, თუმცა იდეოლოგიური შენაზავებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რატომღაც იქ უარყოფით კონტექსტში არ იყო განხილული ეგ მომენტი ილიას შესახებ. მაგრამ ხაზს უსვამდნენ, რომ იქ ილია რაღაც უფრო კლასობრივი დაპირისპირების ამბავში თითქოს ასე ვთქვათ საყოველთაო მარქსისტული იმის მხარეს იყო. თითქოს. ეხლა რაში არის საქმე, იცით? ამბობენ ხოლმე, იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ მარქსიც კარგად იცოდა, ადამ სმითიც კარგად იცოდა ილიამ, ბეკონიც კარგად იცოდა, მთელი ევროპის დიდი მოღვაწეების არა მარტო იცოდა, გააზრებული ჰქონდა და აი როგორ იყო, იცით? აი ილია ყველაფერს მართალია საქართველოს დამოუკიდებელი არ იყო მაშინ, მაგრამ ყველაფერს იმ პრიზმიდან უყურებდა, რომ აი საქართველოს იქნება დამოუკიდებელი და როგორ უნდა მოაწყოს საქართველოს თავისი ცხოვრება და როგორ უნდა გაითვალისწინოს მოწინავე ცივილიზებული პროგრესული კაცობრიობის მინაღწევარი, როგორ გადმოვიტანოთ იმათი გამოცდილება ჩვენთან. და ეს გამოცდილება მე თუ მკითხავთ და ალბათ დამეთანხმებით თქვენს ბატონო და რომ ეს გამოცდილება ჩვენთვის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ის არის, ილია ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებს, რომელზეც დღესაც კი არ არის გააზრებული ბევრი მიმართულებით. აი თუნდაც ერთი მიმართულებით, აი ახლა მახსენდება კი არა, გამახსენდა მოვინიშნე გუშინ წინ, როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი. მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე უწერია ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენო მამაპაპური მეთოდით სოფლის მეურნეობის წარმართვა აღარ გამოგვადგებაო, საჭიროა იმ ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ევროპაში შემოდისო ნელ-ნელა და ჩვენც ეს უნდა გადმოვიღოთო. და დღეს ჯერ კიდე არიან ადამიანები და არც თუ ცოტა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სოფლები არიქა სოფლები დაიცალა, ადამიანები როგორმე უნდა სოფელში დავაბრუნოთ, რომ იმათ ისევ თოხი აიღონ ხელში და თოხით მოიყვანონ სასოფლო სამეურნეო პროდუქტები. არა და ჯერ კიდე მე-19 საუკუნეში წერდა ილია, რომ აღარ არის დრო ახლა თოხით ვამუშაოთ, არამედ უკვე საჭიროა, რომ შემოვიტანოთ დასავლური ტექნოლოგიები. ეს პრობლემა დღესაც გვიდგას. დღეს კიდე აი მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში წინსვლა არის, მეტნაკლებად ზოგიერთ მეურნეობა არსებობს. მაინც ძალიან ჩამორჩენილი ვართ იმ ტექნოლოგიების შემოტანას. ეს გეთანხმებით მაგ საკითხებში და აი ერთი რაღაც თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ერთი ასეთი მომენტი შეიძლება გავიხსენოთ, რომ ამ ტექნოლოგიები მარტო რა თქმა უნდა ტექნიკა არ არის, არა, ტექნოლოგიები არის, როგორ წარმართოს სოფლის მეურნეობა, როგორ უწამლოს ვაზს, რა თქმა უნდა, როგორ მოაწყოს ეს. მასე რა ვფიქრობ, მაშინ ტექნიკას ვიტყოდი. ხო და მე ილიას ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული მევენახეობის შესახებ ძალიან ბევრი ნაშრომები აქვს. კი. ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ. მაგ ტექნოლოგიებში ერთი საინტერესო რომ მენიშნა, როდესაც მაგას ვათვალიერებდი, რომ ევროპაში იმდენად ყალბღვინოებს აზადებენ, რომ ჩვენ იმდენსო და ისეთო ვერაფერს ვერ დავამზადებთო.
მე-19 საუკუნეში სიტუაცია ვითარება პირიქით იყო, ყალბი იქ მზადდებოდა და ჩვენთან უფრო ნაღდი, იმიტომ რომ შაქარი არ იყო ჩვენთან. მე-20 საუკუნეში უკვე პირიქით აღმოჩნდა, იქ ნამდვილი ღვინოების დამზადება დაიწყეს და ჩვენთან გაყალბება. ახლა ნელ-ნელა მგონი გამოვდივართ მდგომარეობიდან. კი, თქვენც ვიცი კარგად იცნობთ იმ ნაშრომს, ერთი ასეთი ნაშრომი აქვს ქართულად ღვინის დაყენება. და საოცარი ამბავი არის, როცა იკითხავთ იმ ნაშრომს იტყვი, რომ ილია ჭავჭავაძე ამ ტექნოლოგიებში რო ერკვეოდა, მარტო ეკონომიკა კი არ იცოდა კარგად. მათემატიკასაც ფლობდა, ფიზიკაც კარგად იცოდა, ქიმია კიდევ უფრო კარგად იცოდა. საინტერესო ეს ღვინოები როგორ დავამატო ესეთი რამე, როდესაც რაღაც რიცხვები ქონდა გაანგარიშებული, სპეციალურად ავიღე ის რიცხვები და Excel-ის ცხრილში დავიანგარიშე. ახლა Excel-ის ცხრილში დაანგარიშება მარტივი ამბავია, თუ ვიცი Excel-ი რა თქმა უნდა და საოცარია რომ ძალიან მიასედები ზუსტად ქონდა დათვლილი ის რიცხვები, რაც მოცემული ქონდა იმაში. ანუ გამოდის რომ როცა ილიას კითხულობ, თუ იქ რამე რიცხვები უწერია რაღაც ოღონდ იქ ერთი მეორედებით და რაღაცებით წერს ხოლმე, როგორც მაშინ მიღებული იყო, დარწმუნებული იყავით რომ რიცხვები სწორია, შეცდომა არ იქნება. ზუსტად თვლი და ყველაფერს. ხო და გეთანხმებით ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა სტატისტიკას მთლად ბოლომდე არ ენდობოდა და იტყოდა ხოლმე რომ აიო ასეთი სტატისტიკა არისო, თუ არისო ეს არისო, მეტი სხვა ზუსტი არ არისო რა, მაგრამ შეიძლება აქაც უზუსტობა რაღაც გაპარული იყოსო, იტყოდა ხოლმე. და მე ამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აი განვითარებულიყო ის დარგები, სოფლის მეურნეობა მთავარ დარგად მიაჩნდა ჩვენთან და მაშინ იყო კიდეც. კი, იყო დღეს აღარ არის, თორემ მაშინ კიდევ ღვინის, ვაზის კულტურა. ვაზის კულტურა მიაჩნდა ძალიან მნიშვნელოვნად. და თავის ნაშრომებში გაანალიზებული აქვს, რატომ მიაჩნდა, რომ ამაზე უნდა დავსპეციალდეთ ჩვენო. იქ ერთი ნაშრომი აქვს, სადაც წერს, რომ ეხლა რაღაც ახალი პროექტი შემოიტანესო ჩაის ბუჩქისა და ქინაქინის წარმოების ხეო და ესო კარგიაო, ქინაქინის ხის დარგვის წარმოებისო. ხო და ესო ძალიან კარგიაო, მაგრამო შეიძლება ხვალინდელი ქათამიც კი იყოს ესაო, მაგრამ მოდიო მივხედოთ ამ ჩვენს მევენახეობასო, სანამ დღევანდელი კვერცხი გაგვილაყდებაო, წამოვწიოთ წინა პლანზე და განვავითაროთ ესო და რატომ განვავითაროთო იცით? ყველაფერს ბაზარი უნდა თავისიო და მოჰყავს მერე მთელს მაშინდელ იმპერიაში რამდენი იწარმოებოდა ღვინო, რამდენი ყურძენი მოდიოდა, ჩამოთვლილი აქვს შავი ზღვის პირეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში თუ სადმე მოდის, აზერბაიჯანში თქვათ, რაც მოდის ყურძენი და ამბობს რომ აი რამდენს მოიხმარს რუსეთი ამ ყურძენს, ღვინოს. ხო და ასეთი მონაცემი მოჰყავს, რომ რუსეთს თითქოს საზღვარგარეთაც რაღაცა გააქვს, მაგრამ მთლიანობაში რომ დავითვალოთ, რასაც თვითონ ღვინოს აწარმოებს, იმასაც თვითონ სვავს და საზღვარგარეთიდან იმდენად მეტი შემოაქვს, რომ გაცილებით მეტი შემოაქვს და კიდე ვერ ივსება ეს ბაზარიო და ეს ბაზარი დასამშვიერი ბაზარი და ხო და საჭიროა განვითარება რა თქმა უნდა. კი, დიდი ბაზარი არისო და ეს უნდა ავითვისოთო, მაგრამო რუსეთიო მარტო ჩვენგან კი არ ღებულობს ღვინოსო, ევროპიდან შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ღვინოო და ჩვენ ყველაფერი ტექნოლოგიები უნდა დავხვეწოთ ისეო, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება, რომ იმ ევროპის ღვინოებს გაუწიოთ კონკურენციაო. ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს დღეს. და ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს დღეს, სავსებით მართალი ბრძანდებით. იქ ახლა რუსეთში ოღონდ მარტო ევროპიდან კი არა, ჩილედან და ავსტრალიიდან შემოაქვთ ღვინო. დიახ. ასე რომ ჩვენი კონკურენტი მთელი მსოფლიოა იდეაში. მაშინაც იგრძნობოდა გლობალიზაცია მიდიოდა უკვე მაშინ, მაგრამ დღეს უკვე გლობალიზებულია სამყარო და სადაწარმოებ ავსტრალიაში თუ კანადაში სულ ერთია, მაინც ჩვენი კონკურენტია, სადაც არ უნდა იყოს. ესე იგი, ილიას ამ მოსაზრებაში, მოდი ასე ვთქვათ, მართალია უკვე რამდენი წელიწადი გავიდა რა, რაც ილია ჭავჭავაძე აღარ არის და რაღაცა, მაგრამ ის დაშორებულია, მაგრამ ის შორეთის სიახლოვეს ჩვენ ახლაც უგრძნობთ ყველაფერს. ანუ ის მაშინდელი გამოთქმული აზრები დღესაც აქტუალურია, მე ზუსტად მაგას
უსვამ ხაზს, რომ რაც მაშინ თქვა და ჩამოაყალიბა, დღესაც ისევე აქტუალურია ჩვენთვის, როგორც მაშინ, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ შემოვიტანთ დაუშვათ იმ ტექნოლოგიებს, არ გავითვალისწინებთ იმ კონკურენტებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არსებობენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რამე სერიოზული წარმატების მიღწევას და ეს არის აუცილებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ჩვენთან საქართველოში არის რამდენიმე კომპანია, არაერთი კომპანია, არ ვიცი ან ზუსტად, რომლებიც წარმატებით გადიან მსოფლიო ბაზარზე და ღვინოს ყიდიან ამერიკაში, იაპონიაში, რა ვიცი, სხვა ქვეყნებში, ასე რომ თუ ამაში დაუშვათ წარმატებული იქნებიან, ეს მხოლოდ გაახარებდა ილიასაც და ჩემს. მე მგონი, რომ ბატონო ნოდარ სავსებით მართალს ბრძანებ და აი დღეს რო რაღაცა გვაქვს წარმატებები, თუ სადმე გვაქვს მართალი ბრძანეთ თქვენ, მაგ სფეროში გვაქვს ჩვენ წარმატებები, მაგ დარგში არა და მოდი ასე ვიტყოდი მე, რომ ილიას წვლილიც არის იქიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, მაგ საქმეში. დარწმუნებული ვარ, როგორც თეორიული თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ და თვითონაც კარგი ღვინის დამყენებელი იყო ხოლმე სხვათა შორის. საგურამოში. სერიოზულ ყურადღებას უთმობდა ამას და არა მარტო კონკრეტულად სოფლის მეურნეობას, არამედ ზოგადად ილია ძალიან დადებითად იყო განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წარმატებას ახდენდნენ თავიანთ ბიზნესში. მე მახსენდება თედო სახოკიას ჩანაწერი ილია შეხვედრა სოხუმის ქართველობასთან, გექნებათ ეს წერილი წაკითხული, სადაც ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს სტუმრად დაათვალიერებინეს ვინ რას აკეთებდა წარმატებულმა ქართველებმა, იქაურმა და წარმატებულმა ქართველებმა, როდესაც ილიას აჩვენეს ეს ყველაფერი და მე სუფრაზეც დაპატიჟეს, ილიამ თქვა ისეთი სადღე გრძელო, რომელიც ასე ვთქვათ სახელმძღვანელოსავით უნდა იყოს დღევანდელ დღესაც კი მე არ მინდა ახლა ასე ვთქვათ შინაარს მოყვი ამის, მაგრამ თქვენ თუ დაამატებთ თუ არა და მეც შემიძლია თქვა მე. მაგ მომენტზე თლად დიდად აღარ მახსოვს მე ზუსტად, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე ბიზნეს ძალიან მაღალ პიროვნება საბაზრო ეკონომიკის მომხრე იყო და ფუძემდებელი და საფუძველჩამყრელი რა ასე ვთქვათ. ეკონომიკური ლიბერალიზმის თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი მოდელის, ასე ვიტყოდი, ქართული ნაირსახეობის ავტორი იყო და როგორ შეიძლება რომ ის ბიზნესს არ აფასებდეს. აი ერთ-ერთი ფაქტი ასეთი არის, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ცნობილ ბიზნესმენთან დავით სარაჯიშვილთან. დავით სარაჯიშვილთან და იქ ეხლა ფილმებიც კი არის გადაღებული, რომ რამდენჯერ ილია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ ქართველ ბიზნესმენებს აეღოთ ალღო რა ნიში დაეკავებიათ საქართველოში. არა მარტო საქართველოში. არა მარტო საქართველოში. კონკურენტუნარიანი რო გამხდარიყო. აი ზუსტად ამიტომ უხდის მადლობას იმ წარმატებულ ადამიანებს, რომ მადლობა თქვენ, რომ აი ეს შეძელით, ეს გააკეთეთ, თქვენი შრომის უნარიანი, თქვენი უნარებით და კიდე მეტი წარმატების მსურველია მე. ხო, და ძალიან აფასებდა, რომ ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, სხვათა შორის რაღაც ეკლესიაც აქვს გადაარჩენილი დავით სარაჯიშვილის დახმარებით დანგრევას, ასე ვთქვათ, და უпростоრეთ ააშენეს იმ ადგილზე. აი ჩვენ წინ არის ეგ ეკლესია, სხვათა შორის ეს. აკა? ქაშვეთის ეკლესია არის. ხო, ქაშვეთის ეკლესია. ხო, იქ რაღაც არაძლევდნენ მაგის აშენების უფლებას და დავით სარაჯიშვილის ვალი ჰქონდა მაშინდელ მეფის ნაცვალს. და სარაჯიშვილი შეხვდა იმ მეფის ნაცვალს ილიას თხოვნით. და სთხოვა, რომ ესე იგი ისო რაღაცა ეს მინდაო რა და თამასუქი დაუხია თვალწინ თავისი ვალის თამასუქი და დაეთანხმა ეგრევე მის საუფლება რომ აეშენებინათ ეს. მე ასე ვიცი, ასე მახსოვს რა ეს ეკლესია და საინტერესო ისე სხვათა შორის ილიასთან ერთად არც ის სხვა ცნობილი მოღვაწეები უნდა გამოგჩენ, რომლებსაც მე როგორი ძალიან
საინტერესო მიდგომები ჰქონდა რა. ერთი ასეთი გამონათქვამი აქვს ჩვენთან ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ბიზნესმენები არ მოსწონდა ილიას. ჩარჩვაჭრებს ეძახდა იმას. ნუ ისინი თაღლითები იყვნენ და ეხლა ჩვენთან ზოგჯერ სხვანაირად არის ხოლმე ბატონო დარგაგებული რომ ეს ჩარჩვაჭრება ვითომ იმას ნიშნავს რომ აი ძალიან მაღალი ფასებით ვაჭრობდა და რაღაცა თლა მასი არა აქვს ილიას გაგებული ბევრ ფულს იღებდა და რაღაც არა ილია რას ამბობს იცი კაცო რა უნიათოები არიანო ადგებიანო რაღაცას შეიძენენ პროდუქციასო მე იმას გაყიდიანო ამ პროდუქციასო ვაჭრობენ იმ პროდუქციითო ხო და დააგროვებენ ფულსო და ინახავენ მუთაქაში ამ ფულსო ამ დროსო ქვემო ქართლის მხარეშიო შავი ქვის საბადოები არის აღმოჩენილი დიდიო და ან რაც კი აღმოჩნდა კარგი მნიშვნელოვანი რესურსი რომ ჩვენს ქვეყანას რამე წარმატება მოუტანოსო იმას არ კიდემენ ხელსო ფულს იქ კი არდებენო ოღონდ შეაგროვონ შეინახონო რა და აი ზუსტად ამას მუთაქაში ნახული სიმდიდრე დამარხული ოქროს იგავს მახსენებს დიახ და აი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ილია ჭავჭავაძე რა კი რა თქმა უნდა ისა კაცი რომელიც განვითარებაზე წინსვლაზე ორიენტირებული არ შეიძლება თაღლითურ და არასამართლიან ბიზნესს დაეთახოს, იმიტომ რომ ის ჩარჩვაჭრები ზუსტად მაგით იყვნენ ცნობილები, რომ სოფლელ ადამიანებს ატყუებდნენ და არ არის ფასად ახერხებდნენ. როგორც ფრიდმანი ამბობს, გარიგება მხოლოდ მაშინ არის პატიოსანი, როცა ორივე მხარე თანახმა გარიგებაზე და ორივე მხარე იცის რაში ცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ ეს არაპატიოსანია და ზუსტად ეს არის პრობლემა იმ დროში და მაგ საკითხში. კი, სავსებით მართალი ბრძანდებით გეთანხმებით და ორივე მხარეს აქცევდა ყურადღებას. ამ კონკრეტულ საკითხებზე რო არ დავჭეთ, მინდა ისეთ ზოგად საკითხებზე გადავიდეთ, როგორიც არის უფლებრივი და საკუთრებრივი საკითხები, რომელზეც ილიას ასევე ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი. ასე ვთქვათ, გამოქვეყნებული თავის პუბლიცისტურ წერილებში და ერთ-ერთი პირველი არის მიწების გადანაწილების საკითხი, რომელიც მაშინაც აქტუალური იყო, იმიტომ რომ თავად ბატონყმობა გაუქმდა და დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, იმიტომ რომ მაშინ თუ მიწა ასე თუ ისე მაინც თავადების და ეზნაურების ხელში იყო და მაინც კერძო ხელში იყო. დღეს კიდევ უარესია, იმიტომ რომ დღეს სახელმწიფოს ხელშია და ფაქტიურად უპატრონოა. მიწები და მიწების დიდი ნაწილი ხო და დანარჩენი სხვა რესურსები ხო ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია. მე ვიტყოდი რომ აი ერთი-ორი ნაშრომს დავასახელებ, აი კერძო და სათემო მიწათმფლობელობა ასეთი ნაშრომი აქვს და კიდე ცხოვრება და კანონი, რომელშიც ეხება როგორ დაიწყო მიწების, როგორც თქვენ ბრძანეთ რა, მიწების გადანაწილების საკითხი. ბატონყმობის გაუქმება, ასე ვთქვათ. როგორ დაიწყო 1861 წელს იმპერიაში და მე 1864 წელს ჩვენამდეც მოვიდა. 64-დან დაიწყო და 64-დან დაიწყო და გლეხები უნდა გაათავისუფლებინათ და ილიამ დააყენა საკითხი, რომ აუცილებლად მიწებიანად უნდა გავათავისუფლოთ გლეხებიო. ეხლა თავადაზნაურობა თავადები კიდევ მოითხოვდნენ რომ რას ქვია ჩვენი მიწები როგორ გადაუნაწილოთ მათ და ადგენენ და უნდა გამოესყიდათ. სხვათა შორის ეგ სადაო საკითხი არის, მათ არგუმენტაცია იყო საჭირო, რატო უნდა დაეთმო თავადს თავისი მიწა. ისი იყო. ხო, მათ სამართლებრივად ძნელია შეედაო იმ თავადს, რომელიც წინააღმდეგი იყო მაგის. და დაუჯერეს კიდევაც იმათ და ეს მიწები უნდა გამოესყიდათ რაღაც წლები დაუწესეს თუ არა ვცდები 37 წელიწადი და ილია მაგაზედაც ამბობს ეს 37 წელიწადიო როგორ განსაზღვრესო მიკვირსო რა საიდან მოიტანესო მაგრამ კარგიო მოიტანეს ეს და ამ პერიოდში როდესაც თავადის მიწას მიიღებდა გლეხი იმას უნდა თანდათანობით ეხადა თავისი მოსავლის ნაწილი 25% და ამას ეწოდებოდა მეოთხედობა. და ილიას უფრო მეტად რა აინტერესებდა, იცით, რომ
აი ეს ინსტიტუტი მეოთხედობის რუსეთიდან გადმოიღეს. რუსეთიდან გადმოიღეს. რომელიც არმიესადაგა წარმოშვა კონფლიქტები. წარმოშვა კონფლიქტები და წაიყვანდა თუ არა წინ ქვეყანას. და იხილავს მერე რატომ ჩვენი ისა უფრო სწორი, რომელიც მანამდე გქონდა მე-18 საუკუნის. ჩვენ სხვადასხვა წინა გადაცემაში გქონდა მე-18-19 საუკუნეების შედარება და ანალიზი. მაყურებელს ალბათ ემახსოვრება, სადაც ჩანს, რომ მე-18 საუკუნის ურთიერთობები კი შეიძლება ადვილი არ იყო ყმებისთვის, მაგრამ როდესაც რუსეთი შემოვიდა და ამის ფორმალიზაცია მოხდა ამ დამოკიდებულების, მდგომარეობა ყმების უფრო დამძიმდა და ბატონისა და ყმის ურთიერთობა გართულდა. და აი ამ სისტემამ და თვითონ ილიასაც აქვს თავის წერილში, რომ მეოთხე როდესაც აუცილებელი გახდა, რომ დაეთვალა ბატონსა და ყმას ერთად ის მოსავალი, რაც მიიღეს, ეს აუცილებლობა ართულებდა საქმეს, იმიტომ რომ ერთ ბატონს 9 ყმასთან არ შეეძლო ერთდროულად დათვლა და დამოუკიდებლად თუ კი დათვლიდნენ, მაშინ ანუ რიგრიგობით თუ კი დათვლიდა, მაშინ უნდა დალოდებოდა და სანამ ბოლომდე მივიდოდა, იმას უბჭდებოდა ეს მოსავალი. და ამიტომ სავსებით გეთანხმებით, იყო დიდი დავით არაბა. გაურკვევლობები და ძველ სისტემაზეც უნდა აღვნიშნოთ, ხო, ძველი სისტემა როგორ იყო საქართველოში თურმე. ილიამ გაანალიზა ეს ყველაფერი და ზუსტად ის ძველი სისტემაც და ახალიც ერთმანეთთან შედარებისას განიხილა, როდესაც გადაწყვიტა საკითხი ეს რენტა, ანუ ამ თავადის მიწის გაქირავებით მიღებული შემოსავალი. ღალა ერქონგორიაში და რომელსაც ჩვენთან ღალა ჰქვიაო, ასე ამბობს ილია ჭავჭავაძე. როგორ უნდა განსაზღვრულიყო და ამბობს მე აანალიზებს მთელი მსოფლიოს მაგალითებს, როგორ იყო მთელ მსოფლიოში მოწყობილი ეს საკითხი და ორნაირი ღალა არისო, ანუ ჩვენ რო ღალას უწოდებთო, იქ რენტა ჰქვიაო. უცხოეთშიო და ეს არისო წილზე ჭერაო და გადაკვეთილი რენტაო. გადაკვეთილი რენტა არის, რომ ესე იგი გეუბნება, რომ 25% ჩემია, უნდა გადაიხადო და წილზე ჭერა არის, რომ რამდენი პროცენტი უნდა გადაუხადო თქვენი მოსავლიდან. ხო და მე ილია ადარებს, რომ აი ძველი წესი უკეთესია თუ ახალი უკეთესია და საერთოდ ყველა საკითხს რასაც წვეთდა ილია. მე უკვირდებოდა ხოლმე ჩვენთანო, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი წესებიდან გამომდინარეო, როგორ იყო მოწყობილი, რომელსაც საქმე წინ მიხავდაო და ამბობს, რომ ჩვენთანაცო ძველადო ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გადაკვეთილ რენტას, ანუ განსაზღვრული იყო პროცენტულად კი არა. ოდენობა იყო განსაზღვრული. ხო, ოდენობა იყო განსაზღვრული. მაყურებელმა რო გაიგოს დღევანდელ სიტუაციაზე რო გადმოვიტანოთ, დღეს ჩვენ როდესაც რამეს ვაქირავებთ, ან ქირავობთ, ჩვენ ვთანხმდებით კონკრეტულ თანხაზე. მაგალითად, კომპანიამ იქირავა ჩემი ფართის სიტყვაზე სახლი გავაქირავე კომპანიაზე, რომელიც რაღაც მოგებას აკეთებს. მე ვეუბნები იქ თვეში გადამიხდი და უშუალოდ 100 ლარს. ეს არის ეგრეთ წოდებული გადაკვეთილი ღალა, მაშინდელი ტერმინით რომ ჩვენებურად რო ვთქვათ ფიქსირებული. ხო, ფიქსირებული. ხოლო რუსული რაც შემოვიდა, იქ იყო ასეთი წესი, 100 ლარს კი არა, შენ გადამიხდი მე 25%-ს, შენი შემოსავლისას. თუ მაგალითად კომპანია აკეთებდა 200 ლარს, ეს 25% გამოვიდოდა 50 ლარი. მაგრამ თუ კომპანია აკეთებდა 1000 ლარს, ეს 25% გამოვიდოდა 250 ლარი. კი ბატონო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თითქოს უფრო დაზღვეულია გამქირავებელი, მაგრამ აქ მაშინვე დგება პრობლემა, რომ დამქირავებელი რომ მოტყუებული არ დარჩეს, იძულებულია ჩაიხედოს დამქირავებლის ბუღალტერიაში, გამქირავებელმა უნდა ჩაიხედოს დამქირავებლის ბუღალტერიაში, რომ რათა ნახოს მართლა რამდენი ეკუთვნის 50 ლარი თუ 250 ლარი. პროცენტის მიხედვით რა, როგორ გამოიწვია. ამიტომ
იმისგან განსხვავებით, როცა კონკრეტულად ასლარს იღებდა და არაფერი სანერვული არ ქონდა, ახლა ერთი დიდი საქმე დაემატა, რომ არ გვიოს იმას რამდენი მოგება დარჩა. შესაბამისად ეს კონფლიქტების წყაროა, ასეთი დამოკიდებულება, რომელსაც მერე ცალკე გარჩევა უნდა. ილიას ხოთაშვილის ამასაც ეხმიანება, რომ საქმეების გარჩევა არის საჭირო, რომ რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტებს ხო არ მოაქვს არასოდეს კარგი შედეგი. რა თქმა უნდა, არც მაშინ საერთოდ არ მოხდა და აი კონკრეტულად ილია როგორ ასაბუთებს ახლა მაგას, რომ აიო იმისათვის რომ სოფლის მეურნეობა წინ წავიდეს და გლეხი გაიმართოს, შემოსავალი მიიღოს, საჭირო არის მიწას მოვლაპატრონობა უნდა, განოყიერება უნდა მიწას, გაკეთილშობილება უნდა მიწას, ის უნდა დაამუშავო, პატივი უნდა შეიტანო, პატივს ამბობს ის რა, თქვათ სასუქი და ასე შემდეგ უნდა შეიტანო. სასუქი ნორმალურად ოღონდ რა თქმა უნდა ის ბევრი გადაჭარბებული არ ვარგა. უნდა შეიტანო ისო და ტექნოლოგიაში გააკეთილშობილო და ეხლა ამ გლეხმა გადახედა და ნახაო ჭკვიანია გლეხიო კაცო გადახედა და ნახაო რომ მე რო ვაკეთილშობილებ ამ მიწას რაც უფრო მეტი მოსავალი მივიღე მე თითქოს ისევ იმდენი მრჩება და სულ უფრო მეტი მიაქვს იმ პროცენტის მიხედვით მეტი მოყვანილი მოსავლიდან თავაც. ამიტომ ინტერესი აღარა აქვს რომ განავითაროსო და ამიტომო თვითონაც ხომ მეტი რჩება. თვითონაც მეტი რჩება, მაგრამ ეგ მეთოდი ისე მაყურებლებისთვის ვამბობ, რომ მე პროცენტის გავს დაახლოებით საშემოსავლოს თუ ადამიანს აქვს რაღაცა შემოსავალი 20% ჩვენ ვიხდით სახელმწიფოს. თუ 100 ლარი გვაქვს ვიხდით 20 ლარს და ხელზე გვჭება 80 ლარი, საპენსიოს არ ვითვალისწინებ ამჯერად. საპენსიომდე იყო ასე ყოველ შემთხვევაში. თუ 1000 ლარი გაქვს 200 ლარს ვხდით სახელმწიფოს და 800 გვჭება. მაგრამ 800 ნამდვილად მეტია ვიდრე 80, ხო? ეხლა ილია რას შიშობდა, იცით? მაგრამ მათ უფრო მეტი პრობლემა განსაზღვრავენ ამ პროცენტს, გონიურული პროცენტი იქნება, აი ეგ არის მთავარი. გონიურული მათ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის ძნელია დაადგინო კონკრეტულად რამდენი იყო ის მოსავალი, რომ განსაზღვროს ზუსტად მისი პროცენტი. ამის დასადგენად საჭირო არის ორივე მხარის დასწრება დათვლაზე, რისი ორგანიზებაც საკმაოდ რთულია მოცანაა და შესაბამისად არის კონფლიქტის წყარო. სხვათა შორის დღეობით ახლა ეს რთული არ არის, ხელფას რო აძლევ, გასაგები არ არის. სხვათა შორის ბატონო და აი ერთი მომენტი გამახსენდება 80-იან წლებში ჩვენ ქვეყანაში თუ გახსოვთ თქვენ აბაშის ექსპერიმენტს ნერგავდით. აბაშის ექსპერიმენტი. შევარდნაძის ეპოქა იყო. დიახ. და შევარდნაძის პირველი ეპოქა. აბაშის ექსპერიმენტი რაში იყო აბაშის ექსპერიმენტის არსი, რომ ესე იგი მიწას აძლევდნენ კოლმეურნეებს, გლეხს და ეუბნებოდნენ, რომ აი თქვენ მაშინ ხო მიწის საზოგადოებრივი საკუთრება იყო. კერძო არ იყო და აძლევდნენ გლეხს და ეუბნებოდნენ, რომ აი თქვენს კერძო საკუთრებაში არის ეს მიწა. თქვენ ამ მიწაზე იშრომეთ, მოგყავთ სიმინდია რა, სამტრედიაში ნერგავდნენ და კიდე სხვა რაიონებში და სამხრეთ კი აბაშაში და სამტრედიაში კი ბატონო. აბაშის ექსპერიმენტი ერქვა ზუსტად რა. იმიტომ თელ აბაშის რაიონს მოიცავდა და კიდე მომიჯნავე რეგიონი. კი და ხო და აი მოიყვანა მაგალითად 1 ჰექტარზე სიმინდი და ეუბნებოდნენ, რომ თქვენ ამ მოყვანილი სიმინდიდან გააკეთილშობილებ მიწა, თქვენ ამ მოყვანილი სიმინდიდან დაახლოებით რაღაცა მცირე რაოდენობას ეუბნებოდნენ. დაუშვათ თუ საშუალოდ მოდის 5 ტონა, მაგრამ 1 ტონას ჩაგვაბარებთ ჩვენ და დანარჩენი ზედმეტი რაც იქნება ამ მიზეზით, ისიც სულ თქვენიაო. ხო და თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მე არ გაამართლა მაგ ექსპერიმენტმა სხვათა შორის. მე მგონი არ გაამართლა არ ქვია მაგას, მე მგონი არ ჩაჯდა კომუნისტური იდეოლოგიაში და ამიტომაც ისა წაართვეს. ეს რაღაცა მოჩვენებითი იყო, ვითომ უნდათ და არც უნდათ რომ მე მახსოვს აგამებ ძალიან ისეთი ის იყო, ასე ვთქვათ, არა მარტო ტელევიზიიდან, მაინც ტელევიზიას მაშინაც არ ვწყალობდი. არა მარტო ტელევიზია, არამედ ისედაც ვიცოდი, რომ აბაშაში გლეხები ბევრად უფრო გაიმართნენ მაშინ წელში, ვიდრე ჩვეულებრივ სხვაგან. თუმცა შემდეგ 2-3 წელი გრძელდებოდა მაგ ამბავი და შემდეგ მიწები ისევ წაართვეს.
შემდეგ მიწები ისევ წაართვეს, მაგას სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა რა. თურმე რო დარჩენოდათ მეტი ის სხვა მიწებიდანაც რაღაც თვითონ კერძო საკუთრებაც რო ჰქონდათ, იქიდან აჩვენებდნენ რაღაცა რომ ექსპერიმენტი რო გამოჩენილიყო, რომ აი კერძო საკუთრებამ როგორი შედეგი მოგცა, სინამდვილეში 1 ჰექტარზე მოჰყავდა ის სიმინდი და არა 3-4 ჰექტარზე დამოვდა, რომ ვითომ 1 ჰექტარიდან მოიყვანა. ამაში ხელს უწყობდნენ თვითონ ის ადგილობრივი მესეურებიც, ხელმძღვანელობა რა, იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ გამოჩენილიყვნენ, რომ აი ახლა მაგე ზუსტად იმის ბრალია, რომ საკუთრება არ იყო მიწაზე. ის რაც თვითონ ეკუთვნოდა, რაც არავის ეკუთვნოდა, იმასაც ხმარობდა ამ ბიზნესთვის და ამიტომ იყო შესაძლებლობა ასეთი ასე ვთქვათ თაღლითობის. აი რა კარგი საკითხი დასვით მიწაზე საკუთრების შესახებ. თქვენ რო ბრძანეთ, რომ ილია ჭავჭავაძე სოხუმში ჩავიდაო. ხო და იქ უთხრა, რომ მიწას გაუფრთხილდით ქართველებო. არ მოხდესო ჩვენი არამოქალაქეების ხელშიო ეს ჩვენი მიწებიო. ხო და ჩვენ რა არის იცით, აი ეგ პრობლემა მე თუ მკითხავთ, მე ასე მიმაჩნია, რომ ეხლაც პრობლემური არის ჩვენთან, გამოწვევის სახით დგას ეს, რომ აი დავიწყეთ პრივატიზაცია. თითქმის აი ზოგჯერ ეკონომისტები ამბობენ ხოლმე, რომ თითქოს ჯერო ძალიან დიდი რაოდენობით მიწები არის, რომ პრივატიზებული არ არის, რომ მე არ ამგონია, რომ ეგ ასე იყოს. მე ვიცი 60%-ამდეა საპრივატიზაციო ტიპი. არ ამგონია ბატონო. რაღაც ციგნი გვაქვს ამ წუთში აქ. მოდი ასე დავსვათ საკითხი. შეიძლება ციგნში არის, მაგრამ აი ჩვენ ინტუიციურად გადავხედოთ, აი დავიწყოთ კახეთის რეგიონით. შედარებით ვიცით. უბრალოდ ავიღოთ აი თუ გინდათ მცხეთის რაიონი. ეხლა მცხეთის რაიონში სავალდებულო აზომვები მიდის მიწის. განა მესაკუთრი არ ახავს, რომ დაპატრონებული არის ხალხი, ყველას უბრალოდ გაფორმებული არის. დე ფაქტო არის და გაფორმებული არ არის. მაგაში გეთანხმებით, რომ სრული საკუთრება არ არის, თორე გადანაწილებულია ეს. მე რა კი ამ საკითხებს ვიხსენებთ. მოდი გავიხსენოთ ერთი საკითხი, რაღაცა გონიურულად უნდა, მე ახლა მაგის რეცეპტს ვერ ვიტყვი, მაგრამ გონიურულად უნდა გავაკეთოთ, თორე დაურიგეს მიწები ხალხს. ან რაღაცა ვაუჩერები მისცეს, გახსოვთ თქვენ ეს. მე უმეტესობა მეს ვაუჩერები მოიცილა, იმიტომ რომ ვერ იყენებდნენ. ბოლო დროს გლეხებს ოღონდ მიწა დაამუშავეთო, კახეთში მაგალითად. დაურიგეს მანქანები მისცეს, არა მანქანები არა, თანხები მისცეს. და ეს თანხები რომ მისცეს, მაგ სუბსიდიას გავს და რო არ იმუშავებს კარგად იყიდეს ადგნენ და მიწის დამუშავება კი არ დაიწყეს ბევრმა. ადგნენ და კაცო თქვენს რომ კი უნდა დავამუშავო მიწა, მართლები იყვნენ ისინიც განავამტყუნებ, რომ მაგრამ აი მანქანა უნდა ვიყიდოო, რომ ჩავიდე და დავამუშავო ხოლმეო და კი ბატონო, მაგრამ მე მგონია მანქანა კი არა, უფრო თუ აძლევ მაშინ ესეთ სუბსიდიას და აფინანსებ, იმდენი მიეცი, რომ ტრაქტორი იყიდოს, რითაც უნდა დაამუშავოს და ტექნიკა იყიდოს. თუ ნაკვეთი პატარა აქვს, ტრაქტორს როგორ იყიდის? ხო, თუ ნაკვეთი პატარა აქვს, მაშინ იმდენ ფულს ჰექტარისთვის ტრაქტორის ყიდოს რა შეაძლევ იმ ფულს, რომ თვითონ მერსედესი თუ რაღაცა იყიდოს და საიდან აძლევ კიდე იმ ფულს? ხო, და საიდან აძლევ და მე ადგნენ და ჯერის მანქანები ცოტა ხანი სანამ გაუძლეს იარეს და მე ადგნენ ის პატარა ნაკვეთებიც გაყიდეს. უნდა გაიყიდოთ კიდეც, კი რა თქმა უნდა. ნუ მათ ერთადერთი სწორი აზრი არის, როცა ილია ტექნოლოგიების გადმოტანაზე ლაპარაკობს, მათ იგულისხმება, რომ ტექნოლოგია რო დავნერგო მე უნდა მქონდეს საკმარისი არეალი, სადაც მაგას მივხედავ. თუ მე 1 ჰექტარი მაქვს, ან დავუშვა და 1 ჰექტარი ზარა აქვს ხოლმე 12 მიასედი და 15 მიასედი აქვს. იმისთვის არც ტრაქტორის ყიდვას ღირს, არც ტექნოლოგიების შესწავლა ღირს და საერთოდ არ ღირს არაფრის გაკეთება. უნდა მქონდეს ათეულობით თუ არა ასეულობით ჰექტარი, ასეულობით ჰექტარი რო გაქვს და თუ შენ იმ მიწის გაყიდვაც შეგიძლია ის მიწა ბანკში ჩადო, ბანკიდან აიღო სესხი, იყიდო ტრაქტორი, იყიდო სათესლე მასალა, იყიდო შეიძინო შესაბამისი ცოდნა, რა მოდის იმ არეალში და რა ჭირდება ზუსტად ამას ცოდნა კიდე უფრო ღირებულია ვიდრე ტრაქტორის სიტყვაზე და მიხედო, სერიოზული საქმეა. თუ შენ
ასეც არის ვინც აწარმოებს ბატონო და უკვე არის გამსხვილებული ფერმერები არის წარმოშობილი. კი, გულს უხარია ხოლმე რო ხედავ ზოგან არის ვიცი ზეთისხილის თუ რაღაცის სიმინო პლანტაციები აღაშენებული. ჩემი სოფელი ვავიღო იქაც კარგი მაგარი ბიჭები არიან ხალხი. თავარია ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. 10 ჰექტარი აქვს, 20 ჰექტარი აქვს, იღებენ ბანკიდან სესხლს და ულიან. კი, თუ არა გაქვს დიდი მიწა, სესხლს ვერ აიღებ. ამიტომ არის ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენ გაყიდვა კერნაშევს და რაღაც. მაგრამ აი ყველას უნდა შეეძლოს. გაყიდვა რომ მოხდეს მიწების გამსხვილება და ამ გამსხვილებულ მიწაზე უკვე მეურნეობის აწყობა შეიძლება. თორე რანაირად უნდა გაუწიო კონკურენცია დასავლურ წარმოებას, როდესაც იქ მოკრე ფასაც კი დანადგარი აკეთებს ხის. კი ბატონო, კი ბატონო. როგორ გაუძები იმას თურმე გასხლასაც და კი ვაზის დაკავებას რო ეძახით, გაფურჩნას იმასაც კი აკეთებს. ხო და ამ შემთხვევაში თუ ამას შენ ხელით აკეთებ, გამოდის ეს შეიძლება შენი სიამოვნებისთვის გააკეთო, მაგრამ კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. არა, ვერ არიან, ვერ. არსებობისთვის იბრძვიან, რა ვისაც პატარა ილიას ის ფრაზა რომ ჩვენ ტექნოლოგიები უნდა გადმოვიტანოთ, დღეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია და ამიტომ ეს ამაზე საფიქრელი. ილია ზუსტად იმას ამბობდა, რომ ეს ტექნოლოგიები, ეს ინსტიტუტები, ეს მოწყობა უნდა გამოვიტანოთ მოწინავე ევროპის ქვეყნებიდან. ეხლა მე რა მეფიქრება, იცით ბატონო და კი, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, რომ უნდა გადმოვიტანოთ ევროპიდან მოწინავე გამოცდილება. აბა ეხლა ავიღოთ ევროპის მოწინავე გამოცდილება. აი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე რო ჩავიდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ადვილად იქ მიწას შეიძენს. რა პრობლემაა რა? როგორ ვერ შეიძენს? მე მგონი ვერ შეიძენს. არ არის პრობლემა მაგ. წყეთ შეგიძლია იყიდე. გეტყვით რა პრობლემა არის. აი მე რამდენად მაგით დავინტერესდები გავაკეთე. აი ეს დავინტერესდეთ მაგით მე რა მგონია იცით რომ მე ასეთი პრობლემა მეჩვენება სადაც კი რამე წამიკითხია და გამიგია რომ იქ ისე გაბიუროკრატებულია, კაი გაგებით ეს გაბიუროკრატებული. იმდენი ნიუანსებს გთხოვენ, იმდენ რაღაცას რომ ძალიან ძნელია რომ იმ ქვეყანამ საბოლოო ჯამში სახელმწიფომ კონტროლი ვეღარ გაუკეთოს და სულ დიდი რაოდენობით მიწები დაიკავონ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა. მე მგონი მაგ საერთოდ არ არის პრობლემა იდეაში, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკავიათ საკუთრების ძალიან დიდი ნაწილი და ისინი ყველაზე მდიდარი ქვეყნები არიან. მიწაა მაგალითად და მიწაზე კონკრეტულად არ გამიკვევია, მაგრამ მაგასაც ისა მოუძებნი, ასე დავგუგლავ, ასე ვთქვათ და გავაკეთე. მე ჩვენ კიდე გვექნება თქვენ მე მგონი პირობა მომცემთ რომ კიდე რომ მოგიწვევთ, მე კიდე გავაგრძელებთ ამას. რა თქმა უნდა. ჩვენ ამ თემას ახლა ვერ ამოვწურავთ, მე უკვე მე მგონი თლიანად დავითვისეთ ლამისის დრო რაც ხოდა გამოყოფილი და ამ დროს მიათედი ვერ ვთქვით იმისი რაზეც არა და ჩვენ თლათ ისეთ საკითხებზე ვერ მივედით რომ იტყვიან, მაგრამ კი ბატონო, როგორც თქვენ ბრძანებთ. ხო, მე მინდოდა ილია პიროვნების ღირსებაზე რომ ლაპარაკობს, იმაზე გველაპარაკა, კაი კაცობაში რაც გულისხმობს, ამაზე მინდოდა მელაპარაკა, მინდოდა სამართლიანობა, სამართლის გაჩენა, ამაზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ ეხლა ამ ნებისმიერ საკითხის დაწყებას უკვე ვეღარ მოვასწრებთ სამწუხაროდ და კიდე რამდენი საკითხი მაქვს მონიშნული, ამიტომ ერთადერთი ეგაა რომ პირობა მინდა თქვენგან რომ კიდე რა თქმა უნდა და კიდე ვისაუბრებთ. არა, პირობა კი არა, თქვენ ისე და მაინტერესებთ რომ ეგ უნდა მაგაზე რო არ ვილაპარაკოთ არ შეიძლება და აი ილია რას ამბობს, მე ერთ წუთს წავიღებ მხოლოდ რომ ყველა ქვეყნის მთავარი ამოცანა არისო რომ თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოსო და ეს კეთილდღეობა რო უზრუნველყოსო უნდა ქვეყანას ყავდეს ბევრი კაი კაცებიო. ბევრი კაი კაცები და მე მთელი ფილოსოფია აქვს, მთელი ნაშრომები აქვს მიძღვნილი, რას ნიშნავს ეს კაი კაცობა, როგორ უნდა გავზარდოთ. კაი კაცობა პირველ რიგში კაი ბიზნესმენია, კაი მოღვაწე არის, კაი მეწარმე არის, ასე. თავარია გამრჯე და ხნე კაცი იყოსო. ხნე იყავ და გაძლიერდიო. ხო. აი ეს იმას კი არა რომ შენ ნიშოვე და მე მომეცი, არა, შენ ნიშოვე შენთვისო და შენ თვითონ გადაწყვეტე როგორ დახარჯო. რაც დღესაც ასევე მნიშვნელოვანია, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი
ვინც შოულობს იმას შურით უყურებს იმის მაგივრად რომ თვითონ შეეცადოს რომ თვითონაც რაღაცა გააკეთოს ამ დროს შეიძლება ცოტა ვაჭარბებ უტრირებ მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ჩამოკიდებულია იმას საზღვარგარეთ რო ყავს ნაცსა ვიღაცა ახლობილი და ის უგზავნის და იმაზე ცხოვრობს მე ავიღოთ კიდევ აი კანონმდებლობა ჩვენ გონია რომ კანონმდებლობა ჩემი აზრით და ილიას როგორც მიაჩნდა მე იმას ვეტყვი რომ კაი კანონები უნდა იყოს ის კი არ არის მარტო დაწერო და კაი კანონები რაღა არის ილია ამბობს რომელიც სიმართლესა და სამართლიანობაზე დაფუძნებული არის კანონებიო. სამართალი უნდა სამართლიანობას ეფუძნებოდა. სამართლიანობას წდება, აი მაშინ იწყება პრობლემები. აკაკი წერეთელს რო აქვს ნათქვამი, ისიც არ შეიძლება გავიხსენოთ, შეიძლება დაწერო უსამართლო კანონი, რომელიც ზნეობრივ პრინციპებზე, პროგრესზე დაფუძნებული არ არის იმის გათვალისწინებაზე დაფუძნებული, რაც სოფლიო მინახწევრად ითვლება, ვთქვათ, ადამიანის უფლებებია თუ სხვადასხვა კონვენციები, არა იმაზე დაფუძნებული თუ არ არის კანონი. ის კანონი არ იქნება სამართლიანი და წავა წინ უსამართლობა. აკაკი რო ამბობს ერთ ლექსში, უსამართლობა წინ მიდის კანონიერის გზებით და სრული უფლება ეძლევა სხვადასხვა კონგრესებითაო. მე მგონი კარგად ამბობს რა. აკაკის არ შეეშლებოდა ხო იცი. ის რო იტყოდა დამთავრებულია ის მარადიული ჭეშმარიტებაა. ისევე როგორც ბევრი უსამართლობა სწორედ კანონიერებით და კანონის სახელით არის გაკეთებული ამ სამყაროში უამრავი ადამიანის ხო და აი როგორ მიაჩნდა ეს ილიას, როგორ უნდა ყოფილიყო, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს რომ ილია თვითონ იყო მომრიგებელი მოსამართლე რაღაც პერიოდი და საკითხი ესმოდა და მაგას მერეც აღნიშნავს რომ სამართლის გაჩენა ვეღარ ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ადგილზე ხდებოდა ამ სამართლის გაჩენა ადგილობრივი ისინი იყვნენ ან სოფლის თავები იყვნენ ან ადგილებრივი ვინც ამ სამართალს განაჩენდა იმასთან ადვილი იყო რომ ისულიყო გლეხი და იმის საშუალება რომ წავიდეს და თან თარჯიმანი ირქირაოს და რუსულად განაჩინოს სამართალს გლეხს არ ქონდა ამიტომ სამართლის მიღწევის შანსები შემცირდა ქვეყანაში მაგ დროს ხო და გასაგებია რომ დღეს ენის პრობლემა არ აქვს ჩვენ შეგვიძლია ჩვენთან სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიდის მაგრამ მაინც ბევრად უფრო ძნელია ჩვენ სასამართლოში რამე მიაღწიო ვიდრე დაუშვათ თუნდაც სასამართლო გამართული ქონდეს ეს გამართული ცალკე პრობლემაა კიდე აი ილია რას ამბობს ვიდრე დაუშვათ სოფელში იყოს ვიღაცა ვინც ამ სამართალს რას მიხავს უკან საქმეო მართალი სამართლის ქმნის გაჭიანურებასო უკან მიხავსო რა ხო ბაცო ეს რაღაცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასთან დაკავშირებითო შეიტან რაღაც დოკუმენტსო სადაც უნდა შეიტანო და 3 წელიწადი ელოდები სანამ კანცელარიიდან გამოვა ეს დოკუმენტიო რა კი აბაო ეს როგორ წაიყვანს წინ საქმეს დღესაც ხომ ასია ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს დღეს ზოგჯერ აჭარბებენ კიდევაც მაგბადებს ბევრად კარგი ჩვენ ახლა მე მგონი ამოვწურეთ უკვე დროს გადავაცილეთ იმედიად საინტერესო იყო პატრიოტულ მაყურებლებო ჩვენი გადაცემა მადლობა ბატონო შოთა მობრძანებისთვის პირობა მიღებული მაქვს რომ შემდეგში როცა კიდე ასე ვთქვათ ილიას გადავწყვიტ ამ მსჯელობას დაგპატიჟებთ დიდი მადლობა ამ ცოტა შეიძლება განსხვავებული ფორმატში თუ ნახოთ ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა დაგემშვიდობებით უღრმესი მადლობა